მისი უახლოესი მეგობრები არიან კატარა და სოკა წყლის ტომიდან. კატარა ბავშვობიდან ოჯახის მეთაური გახდა, რადგან მამა ომში წავიდა, ხოლო დედა მოუკლეს, როდესაც მის დაცვას ცდილობდა. კატარა დანაშაულის გრძნობით ცხოვრობს დედის სიკვდილის გამო, ამიტომ ოცნებობს შურის ძიებაზე. მაგრამ მულტსერიალის შემქმნელები გვაჩვენებენ, რომ ძალადობა ბადებს კიდევ უფრო მეტ ძალადობას და ერთადერთი გზა სიკვდილის წრის გასაჩერებლად არის შეწყალება. Katara, you do have a choice. Forgiveness. That's the same as doing nothing. No, it's not. It's easy to do nothing, but it's hard to forgive. It's not just hard. It's impossible. კატარასგან განსხვავებით მისი ძმა სოკა კომიკური პერსონაჟია, რომელიც სერიალს არ აძლევს საშუალებას სუფთა დრამის მიმართულებით წავიდეს. თუმცა 3 სეზონის განმავლობაში სოკაც კი იცვლება. მას უწევს ტრაგიკული სიყვარულის გადატანა. ხდება ნაკლებად თავდაჯერებული და საკუთარ თავზე იღებს მეტ პასუხისმგებლობას. ამასთანავე სოკა გუნდის ერთადერთი წევრია, რომელსაც ჯადოსნური უნარები არ გააჩნია. იგი ამარცხებს ამ კომპლექსს და ყოველ ჯერზე აჩვენებს. იმისთვის, რომ იყო კარგი მეგობარი, სტრატეგოსი და მეომარი, არ არის ჯადოსნური ძალების